2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებისგან 14 წლის შემდეგ შეერთებული შტატების ავიაციის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასევე ჩნდება კითხვა, ახერხებს თუ არა ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ გზავრების დაცვას. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შესაძლებლობებით. შიდა უსაფრთხოების გენერალურმა ინსპექტორმა ჯონ როტმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ აეროპორტის შემოწმების ჩატარებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციას არ შეუძლია არც ერთი საფრთხის უგულებელყოფა პოტენციური კატასტროფული შედეგების გარეშე. ტერორისტს მხოლოდ ერთი შანსი სჭირდება. გამოვლენილმა ხარვეზებმა კანონმდებლებს განგაში საფუძველი მისცა, მათ შორის სენატორ რონ ჯონსონს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია ყოველდღიურად 2 მილიონამდე მგზავრს ამოწმებს, რაც წელიწადში 660 მილიონს უდრის. ეს უდიდესი მისიაა. მამხილებლები რამდენიმე პრობლემაზე მიუთითებენ, მათ შორის ამერიკის აეროპორტებში მგზავრების დიდი ჯგუფების შემოწმებისას უყურადღებობაა. რებეკა როენინგი უსაფრთხოების ადმინისტრაციას მინეაპოლის სენ-პოლის საერთაშორისო აეროპორტში ზედამხედველობს. გზავრების სწრაფი შემოწმებისთვის ტრანსპორტის ადმინისტრაცია წინასწარი შემოწმებული სტატუსს ანიჭებს მაგალითად ჰელოუინის ტკბილეულს, მიუხედავად პროცესის აღიარებული ხარვეზებისა. ასევე საფრთხის შემცველია თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერებები, ამბობს ფედერალური ავიაციის მარშალი რობერტ მაკლინი. თუ ტერორისტული დაჯგუფება ამაზე დაფიქრდება, ახლა შედარებით ადვილია თვითმფრინავში პატარა ბომბის ატანა და მისი ჰაერში აფეთქება. გზავრები ვაშინგტონის მახლობლად ამბობენ, რომ სიმშვიდე დაკარგეს. მე სხვაგვარად არ ვიცი, როგორ უნდა იყოს. გულწრფელად შოკირებული ვარ 11 სექტემბრის შემდეგ. იმხელა პანიკა იყო, რომ ჩვენ ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დავიქირავეთ, რომ ეს შეგვეძლო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი სათანადოდ შევამოწმეთ. სენატორი ტომ კარპერი ადმინისტრაციისგან მეტ სელის. ჩვენ სრულყოფილებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამას ვერასდროს მივახცევთ, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი უნდა იყოს. უკანასკნელი ტერორისტული გეგმების შაშლის მიუხედავად, კანონმდებლები შიშობენ, რომ ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციაში ვითარება თუ არ შეიცვალა, ტერორიზმის წარმატება მხოლოდ დროის საკითხი იქნება. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.